ქრისტე აღსდგა. ძვირფასო ტელემაყურებლებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სოფო მელაძე წარმოგიდგენთ სიუჟეტს, რომელშიც დეკანოზი დავით თავაძე იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. მე გურიიდან ვარ და სოფელში ცხოვრობდი და ეს პერიოდი იყო, როცა დედაჩემი იყო ძალიან ცუდად სიმსივნე ჰქონდა და ძალიან დაუძროებული იყო. და რახან დედაჩემი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ზოგადად დედაჩემა ჩამოგვიტანა ჩვენ როცა თბილისიდან ჩამოდიოდა სახარება პირველი და მან წამოგითხა და დედაჩემა ჩამოგვიტანა პატრიარქის სახელი, როგორც ასეთი პიროვნება, რომ არსებობს ასეთი ადამიანი. ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით ძალიან მე და ჩემი და მახსოვს რომ პირველი შეხება, პირველი ინფორმაცია მივიღე დედაჩემისგან, რომ არსებობს ადამიანი პატრიარქი, რომელიც არის საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი და ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული მოძრაობა ახალდაწყებულია. ჩვენ მაშინ გავიგეთ, რომ საქართველოს თურმე დაპყრობილია და გათავისუფლება ჭირდება და ძალიან აღვინთეთ ბავშვები და როდესაც პატრიარქი ავანგარდში იყო, რა თქმა უნდა, ეროვნულ-დამაცავი მოძრაობის, აი მე 9 აპრილს მოხდა უცებ და მე მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად დავინახე ტელევიზორში პატრიარქი, აი რა 9 აპრილი ახალმომხდარი იყო და აი ესეთი პიროვნება, რომელსაც მოდიოდა, ესეთი თუნდაც ფიზიკური სილამაზე, სიმშვიდე, სულიერ სილამაზეზე რომ არაფერი ვთქვა. აი დავინახეთ ადამიანი, რომელიც ამართა მრავალ ჭირგამული საქართველოს თითქოს ღმერთმა აი ხელახლა უბოძა. ადამიანი, რომელმაც შეინახი ხელა ტვირთი და ესეთი მძიმე ჯვარი, მაგრამ მე რომ ამას ვუყურებდი ბავშვობაში, უბრალოდ მახსოვს მისი პირველი დალოცვა. შეიძლება ეს ერთ-ერთი პირველი მისვლა იყო მისი ტელევიზიაში, იმიტომ რომ მაშინ არ იყო სხვა ტელევიზიები და იმდენად უცხო იყო ჩვენთვის თუნდაც ის მომენტი, რომ მან დალოცა იმ დროს საქართველო და თქვა, რომ ნუ გეშინიათ. ამას ყველაფერს გაუძლებს ქართველიერი, გაივლის ამ დაბრკოლებასაც და ამ ტრაგედიასაც და ღმერთმა დაგლოცოთ. ესე რომ თქვა, ეს პირველი სიტყვები მახსოვს ამას უსმენდა მამაჩემი, დედაჩემი ჩვენ და გაგვაერთიანა მაშინ მთელი ოჯახი ამ სიტყვებმა. აი ამ სიტყვების მოსმენისას ვიგრძენი ერთიანობა რაღაცა საოცარი, ნახა დედასთანაც, მამასთანაც და ეს იყო აი სიტყვები ადამიანი, რომელსაც უნდა ენდო. მე მივხვდი რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერში უნდა ენდობოდე და რაღაცა დიდი ამას შეიძლება ეს უნდა იგრძნო. ისეთ აი როცა ადამიანებს ხანდახან ამას უყვები, თითქოს ვერ ვაგებინებ ბოლომდე ჩემს სათქმელს რა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყავ იმ პერიოდში, რომ ეს ყველაფერი გეგრძნო. რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ამ დროს აი ასეთი პიროვნების არსებობას, რომელიც აერთიანებდა ჩვენთვის მშობელსაც, სიმშვიდის გარანტიც იყო, სიყვარულის გარანტიც იყო და ადამიანი, რომელიც იყო აი ღმერთთან ჩვენი დამაკავშირებელი. და მე პატრიარქი ყოველთვის იყო ჩემთან ახლოს გულში. მე ვინ ვიყავი მისთვის ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ აი ყოველთვის როცა ჯერ კიდევ მერდაჩემი გარდაიცვალა და დიდი განსასწრების გადავიტანე მე და აი ამ დროს ხშირად მესისმებოდა. აი და ხშირად მომხნევები და აი მისი დასიზმრება ჩვენ ვიცით რომ ახლა სიზმარს არ უნდა მიაღწიოდით და ყურადღება მართლმადიდებელო, მაგრამ ესაც აი ეს იმხელა გამოცდილება იყო ჩვენთვის და იმხელა ნუგეში ჩემთვის პირადად რომ აი ამიტომ აღუნიშნავ ამას, რომ განსაკუთრებით აი მძიმე პერიოდში მესიზმებოდა, მომხნევებდა, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, სადაც სიხარული მქონდა, ბედნიერება მქონდა. აი რაღაცა ისე იყო შინაგანად ისე მიჯაჭვული ვიყავი ამ პიროვნებაზე და მე როდესაც ჩნდებოდა ის უკვე ტელევიზორში, როცა ის უხდი და გარდაცვალებულებს პანაშვიდებს მე მახსოვს და როცა მისი ხმა და მისი ქადაგება ყურში გვესმოდა, ეს იყო მართლაც როგორი მდგომარეობა ეცით მასხვარი რომ ამბობს სახარებაში რომ ჩემი მცხარი მე ხმაზე მცნობს. აი პატრიარქის ხმა თითქოს ვიცანით, რომელიც იყო ჩვენი მშობლის ხმა. ძალიან შორს ვიყავი მე მაშინ ცენტრისგან, თბილისისგან, მაგრამ ამ მანძილის მნიშვნელობა არ ქონდა და მე მართლა საკუთარ თავზე გრძნობდი მეც, ჩემი და ჩემი ოჯახის იმას, რომ აი ჩვენ პატრიარქს ხმაზე ვცნობდით. და რა თქმა უნდა, პატრიარქის სიყვარულმა მოგვიყვანა ჩვენ ტაძარში. სხვა არაფერმა.
შეიძლება ეს არ იყოს კარგი და შეიძლება ადამიანი მართლა ღმერთის საძებნად უნდა მოხვიდეთ ტაძარში და მე საძიებლად მაგრამ თუ არ მოძებნა ღმერთი რა თქმა უნდა მარტო პატრიარქის სიყვარული არ გიშველის მაგრამ რაც იყო იმას ვამბობ ხო ნამდვილად პატრიარქის სიყვარული მოგვიყვანა თავდაპირველად ტაძარში აი მისმა ადამიანობამ მისმა სიტყვამ მიუხედავად იმისა რომ პიროვნულად კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემთან არ იყო ახლოს აი მისმა დამოკიდებულებამ ყველაფრისადმი მისმა ცრემლებმა მე მახსოვს მისი ცრემლები აი აფხაზეთის ომის დროს მაგალითად როგორ ტიროდა აი ის იყო ნამდვილი ჭირისუფალი და ჩვენ გვგზნობდით ყველანი მისი შვილები რომ ჩვენ მას უყვარდით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის როცა იგრძნობს რომ ადამიანს მართლა უყვარყარ არ გითამაშება არ გატყუებს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გატყუებს როცა გეუბნება მიყვარხარო და მე ჩვენ ნახავთ როცა უკვე წამოვიზრდებით როცა უკვე აღარ ვართ პატარები და ვარდისფერ სათვალეს მოვიშორებთ თუნდაც როგორ გატყუებენ ადამიანები და სინამდვილეში ამ სიყვარულს იყენებენ ან გამდიდრების მიზნით ან რაღაცების მიზნით და ანუ პატრიარქი ერთადერთი ადამიანი რომელმაც არასოდეს გაგვიცრუა ჩვენ იმედი და ჩვენ ბოლომდე ვიცოდით რომ მას უყვარდით. ახლა რა თქმა უნდა მე რას წარმოვიდგენდი მაშინ რომ პატრიარქს სულ ახლოს ნახავდი და შევეხებოდი და დაველაპარაკებოდი. რა თქმა უნდა გული მწყდება იმაზე რომ არ მივეკუთვნები თქვა იმ ადამიანების რიცხვს რომელსაც ისეთი მოგონებები შეუძლიათ ილაპარაკონ პატრიარქზე. ჩემი მეგობრები არიან ასეთები რომლებიც საოცარ ამბებს ყვებიან. მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა ამაყად რომ მე მყავს მაინც ჩემი პატრიარქი და მე მაქვს მაინც ის თუნდაც მწირი გამოცდილება რაც მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე შევიძინე აი პირველი რაც იყო რითაც ვმადლობ ღმერთს იყო ის რომ როცა ჩვენ აკადემიაში ჩავაბარეთ ჩვენი სასულიერო აკადემიის რექტორი იყო ჩვენი უწმინდესი ხდა წიგნად ასეთი ბედნიერება ეს იცით როგორი ბედნიერება იყო რომ როდესაც პატრიარქი მომზადებოდა აკადემიაში დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში ფეხზე ვიდექით და ვუსმენდით მის ლექციებს თემებს ვაწერინებდა სამშობლოზე, სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, რაღაც თავისუფლებაზე, რაღაც ისეთი საინტერესო თემები იყო, ფილოსოფიური თემები იყო, არა მარტო საღვთისმეტყველო, მახსოვს როგორ მოგვიწოდებდა, რომ გვეკითხა წიგნები, ფილოსოფოსები, როგორც ევროპული, ასევე აღმოსავლური ფილოსოფია და გარდა ამისა, განწყობის თეორია, დიმიტრი უსნაძის დაგვამუშავებინა სწორ პირდაპირ გაგებით და მასზე თემებს გვაწერინებდა და შემდეგ ვაკითხებდა საჯაროდ ამით თან გულოცავდა თან თითქოს აი ჩვენს მომავალ ასე ვთქვათ ცხოვრებას აკურთხებდა აი როდესაც ჩვენ ეგ ჩავაბარეთ აი ეს ყველაფერი გჭირდებოდა თუნდაც ის რომ აი ჩვენ ცხოვრობდით ჩვენ გვეფიქრა იმაზე რაც იყო იმ თავარი ღირებულებები თუნდაც ეს სიყვარული ეს პატრიოტიზმი ეს თავისუფლება და ასე შემდეგ და როცა თუნდაც აი აუდიტორიის წინაშე გამოდიოდი საჯარო და იქ ისმენდა უამრავი ადამიანი ეს გუმატებდა რა თქმა უნდა აი რაღაცნაირად აი იმას გამბედაობასაც გუმატებდა ახლა პატრიარქის წინაშე რომ შენ თუნდაც რამდენიმე სიტყვა შენ ვინ ახარ ამ დროს მაგრამ ნათქვამი გაქვს უკვე აი სხვა აუდიტორიის წინაშე უკვე გამოსtildeება გეძლეოდა და აღარ გეშინოდა უკვე საუბრის ის ყველასგან განსხვავდებოდა ყველა ჩვენი მასწავლებლისგან რომელიც მე ცხოვრებაში მყოლია დაწყებული საერო განათლებიდან სასწავლო განათლებამდე ყავდა მართლაც დიდებული მასწავლებლები ორივეგან მაგრამ პატრიარქი იყო სხვა კატეგორიის პიროვნება ის არ იყო მხოლოდ მასწავლებელი ის იყო შენი მშობელი და შენი мама ხშირად ეუბნებოდა ეს მასწავლებლებს რომ ბავშვებს არ დაუწეროთ ორიანი და რაღაც ეს ძალიან გვამხნევებდა ჩვენ იმიტომ რომ ეს იყო ჩვენიანი და ესე იგი იყო ადამიანი რომელიც ცდილობდა რომ ჩვენში ჩაენერგა ერთ-ერთი მთავარი ღირებულება რაც არის განათლება წიგნის წაკითხვა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გარეშე არაფერი არ იქნება თვითონ პატრიარქი როცა გვესაუბრებოდა აღსანიშნავია მისი სწორი კარგი ქართული ძალიან კარგი მეკართული ადამიანი იყო და ესეც ხას უსვამს მის რა თქმა უნდა აი განსაკუთრებულ ნიჭიერებას მაგრამ როცა ჩვენ თემებს გვაწერინებდა აი ჩვენს ნელა ხვეწდით მე ჩვენს ქართულსაც ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდა ამისა საჩუქრები მოგონდა ჩვენთან ეს მარტო ის საჭმელი არ იყო თუნდაც ის ზეხვი და ფუნთუშა აი მართლა როგორც სიწმინდეს ისე ვიღებდით იმას აი როგორც აი სეფისკვერს იმიტომ რომ ეს ვიცოდით რა სიყვარულით იყო მოძღვრილი და ვისი მოძღვრილი იყო ხომ ერთხელ მახსოვს ასეთ რაღაცა იქადაგა ასეთი ლექცია რომ ჩაგვიტარა გაიხსენა როგორ იყოფებოდა ის ისლამის მიმდევრებთან რომელიღაც აღმოსავლურ ქვეყანაში და მან თქვა რომ როდესაც ამდენი ადამიანი დავინახე
კი არიან ისლამის მიმდევრები, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად შეკრებილი და ტიროდნენ. შემეცოდა ეს ადამიანები და მეც ავტირდიო. ხო, იმიტომ რომ როდესაც ხედავს ამდენ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რა თქმა უნდა არ დგანან სწორ გზაზე, ხო, სულიერად და შეცდომილები არიან, მაგრამ ხო ღმერთის შვილები არიან, ხო ადამიანები არიან. და რომ განიცადა მათი ტირილი, შემხედვარე პატრიარქი ატირდა, ეს რა თქმა უნდა მიუთითებს მის საოცარ ადამიანობაზე, ხო? და ამ დროს როცა ეს ბრძანა პატრიარქმა, ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც მოინდომა, რომ მასზე უკეთესი სულიერება ჰქონოდა ამ დროს, რაღაც გამოეპასუხა თუ რაღაც თქვა, რომ მე ვერ გაგიგებთ თქვენ უწმიდესო რა თქვითო და ასე შემდეგ. და როცა დაამთავრა ეს ლექცია, უწმიდესი მივიდა მასთან და გაჩერდა და ჩაეხუტა და უთხრა, რომ ბოდიში თუ დაგაბრკოლეო, ხო არ დაგაბრკოლეო. ხო, ანუ ესე იგი ვერ გაუგო ამ ადამიანმა გასაგებია, მაგრამ უწმიდესის კი არ უთქვამს, რომ აი რაღაცა მე იმას ვადასტურებ, რომ თქვათ ორი ჭეშმარიტება არსებობს, არა, უბრალოდ ადამიანურად შემეცოდა ეს ხალხი და ავტირდიო და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა ვერ გაუგო მას, აი მისი სითბოს გარეშე, მოფერების გარეშე ეს ადამიანიც არ გაუშვა და იმასაც შეეცა და იმისთვისაც გაიგო. მე აზერბაიჯანელებთან რომ მუშაობდი სკოლაში და ვასწავლედი ქართულს, მე მახსოვს აზერბაიჯანელების დამოკიდებულება პატრიარქისა, მე როგორი იყო, ჩემი მოსწავლეების შვილები მეუბნებოდნენ, რომ თქვენ რო გყავთ პაპა, ის არის ძალიან კარგი ადამიანიო, მეუბნებოდნენ, რა კარგია, რა კეთილია. რა იცოდა ეხლა იმ აზერბაიჯანელმა, რომ ჩვენი პატრიარქი კეთილი იყო რა, მისი ერთი სიტყვაც კი არ გაუგონია არასოდეს, ვერც გაიგონებდა სხვა ენაზე ლაპარაკობდა. და ის ისეთ კურსბელად მეუბნებოდა, რომ თქვენი პაპა როგორი კეთილია, როგორი კარგია, როგორი საოცარია. ხო, ახლა წარმოგიდგენიათ, ის გძნობდა იმ მაგას და ახლა ქართულს რომ ეგზნოდა ქართულ ახალგაზრდას რა გასაკვირია, ხო? ის იყო მაგალითი იმისი, როგორ უნდა გიوارდეს ყველა. როგორ არ უნდა ასხავებდი ადამიანებს, არც ეროვნების მხრივ, არც წარმომავლობის მხრივ, როგორ უნდა იყო ნუგეში ადამიანებისა. და როგორ უნდა იყო აი როგორი პიროვნება ეცით, რომ ადამიანები, რომლებიც სასწაულებაში იყვნენ. უამრავი ადამიანი აქვს ამას, შვილი გარდამეცვალა სასწაულებში ვიყავი და პატრიარქმა გამომიყვანა. გამომიყვანა ეს ადვილია საქმე არ არის, ხო? მას იქ მისთვის რამე ისეთი კომბინაცია კი არ შეუთავაზებია რაღაცა თქვათ ფსიქოლოგიური წამლების. არა, მან სიტყვით გამოიყვანა ეს ადამიანები და ეს რომ შეგეძლოს, რა თქმა უნდა ძალიან დიდი პიროვნება უნდა იყო. მე მახსოვს კიდე ერთი მომენტი, როდესაც სულ ახალ დაწყებული მქონდა სწავლა. ჩამოაბრძანეს საქართველოში ხატი, რომელსაც ერქვა მშვიდობის ხატი და რამდენადაც მახსოვს უკრაინიდან იყო ჩამოაბრძანებული ეს ხატი. და მე და ერთ სტუდენტს, რომელსაც არ ვიცნობდი მაშინ, გითხრეს რომ გადააბრძანეთ საკვირაო და წავაბრძანეთ ეს დიდი ხატი. გითხრეს რომ მეორე თუ მესამე სართულზე ააბრძანეთო და დადეთო. და როცა დავდეთ ეს ხატი, ეს ბიჭი სწრაფად გაიქცა და მე უცებ შევრჩი მესამე სართულზე, იმიტომ რომ ისეთი საოცარი, ასე უძველესი სიძველეები იყო და ისეთი ლამაზი იყო იქაურება და უძველესი ხატები. ვათვალიერებდი ამ ხატებს და რაღაც მოდი ამოშრომებდი, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა თითქოს და ამ დროს ვიგრძენდი ვიღაც უკნიდან, აი ზურგზე როგორ აი თბილად დამადო ხელი. და ყველაფერს წარმოვიდგენდი ახლა რომ პატრიარქის გარდა და რომ მოვიხედე უცებ და დავინახე პატრიარქი, რომელიც რაღაცა ისეთი გრანდიოზული კი არ იყო, იყო რაღაც საოცარი ჩვეულებრივი ადამიანი, თბილი мама, რომელიც სიყვარულით იყურებდა, აი კაცილებით გრანდიოზული ჩანდა უკვე ამ სულიერებიდან გამომდინარე ჩემთვის ამ რაღაცა მაშინ ვიგრძენეთ რას ნიშნავს სიმაღლე თავდაბლობისა. თუნდაც გარემული კუთხით. და როცა მე ვამბობ რომ მე შურს იმ ადამიანებისა, კეთილი შურით, რომლებსაც ჰქონდათ მასთან პიროვნული ურთიერთობა და ისეთ საოცარ რაღაცებს ყვები ამ პიროვნული გამოცდილებით, აი მეც ხომ მომეცა მაშინ შესაძლებლობა რომ მეც რო დავჩენილიყავი თუნდაც ან რაღაცა კითხვები დამეცვა, ხომ მიპასუხებ და შეიძლება და შევეპატიჟებინე კიდეც ან რაღაცა და არ და მე იმდენად შემცხვა და მომერი და რომ სწრაფად გამოვიქეცი, უბრალოდ იცის კი არ მახსოვს კურთხევა ვიღე თუ არა, იმდენად ვიყავი რაღაცა აი რა ვიცი რა გითხრათ ისეთ განმისდიდი რაღაც აუცი ისეთ მდგომარეობას და მახსოვს აი რამდენადაც შეეძლო სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ და რა იქნება ყარ მე თვითონ გადავწყვიტე რომ სწრაფად წამოსულიყავი. აი როდესაც მე გავაგზავნეთ ჩვენ სწავლა ჩვენ იქ რაც შეეძლოთ საჭმელსაც გვაძლებდნენ, გვასმევდნენ, გვაცხოვრებდნენ
აი ჩვენ გამოცდილი გქონდა ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, პური არ ეშოვებოდა და აგერ მოდიხარდა ადამიანები გაძლევენ პურს და გეუბნებიან შეჭამე. ვისაც გამოცდილი ჰქონდა თუ რა იყო ეს გაჭირვება, მისთვის ეს ძალიან დიდი რამეს ნიშნავდა, რომ ადამიანი გეუბნება შენ როგორ ისწავლე, მე გაჭმევ, გასმევ და გაძინებ და მაინც რაღაც კარგოუწირა და არ ვიყავით თითქოს ბოლომდე მადლობელი. ხო, მადლობელი რა გაგებით გეუბნებით იცით რომ ერთხელ მახსოვს ესეთი მომენტი, რომ რაღაც ისეთი პერიოდი იყო ეხლა რომ არის აღდგომის პერიოდი და 12 სახარებას კითხულობდნენ მამები სიონში. და ყველა თავის საკითხავი აქვს. და მე ამ დროს ვიყავი სიონში ჩასული, ერთ-ერთ სვეტთან ვიდექი და უსმენდი ამ სახარებებს. და ერთ-უცებ ერთ-ერთი ადამიანის მღვდლის ჯერი რომ მოვიდა ამ სახარების საკითხვისა, დაიწყო კითხვა ისეთ თეატრალურად, რომ აი თან ტირის ცრემლებს ხრის ამ დროს, ამ ტირის დროს იმავე წამს დამეწყო რაღაცა ეს განკითხვა თითქოს ამათ განვიკითხე ეს ადამიანი. ის კი არა რომ დადუმდი რა ყველას ერების ხვის საქმეში. მადლობდე ღმერთს რომ მიგიყვანა იმ ადგილას სადაც ხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ გაქ საზრდელი, სამოსელი, შენგან ელოდებიან მარტო სწავლას. მეტი არაფერი არ გავალია ამ ქვეყანაზე და ამ დროს შენ გახარ და რაღაცას განიკითხავ. და თარისთვის ვფიქრობდი რომ აი ხო შეიძლება ჩვეულებრივ წაიკითხოს, რა შეჭირდება ესეთი ცრემლები. ანუ ესე იგი მას ამით უნდა დაგვიმტკიცოს რომ რა მაგარი სულიერია. და როცა კი ოდესმე პატრიარქი შევხედებოდა თვალებში ჩამიხედავს, აი ყოფილა შემთხვევა როცა ზეთი უწყია მაგალითად საღამოსლოსთვის მერე ჩვენთვის. აი ყოველთვის მისგან მოდიოდა ისეთი სიყვარულის მიერი გამოხედვა, რომ გეგონება ყოველდღე ხარ მასთან და გიცნობს და სახელით გიცნობს და მიშეული ვიყავი რომ აი პატრიარქი შემხედავს თუ არა, აი მისგან გადმოვა რაღაცა სიყვარული და უცებ რომ ავხედე და შევხედე პატრიარქს ისეთი ბრაზი დავინახე ჩემს მიმართ. ისეთი გაბრაზებული იყო და ამ გაბრაზებაში მხოლოდ აი დედაჩემი რომ მიბრაზდებოდა და მშობელი აი ასე. ვაიმე ვფიქრობ ახლა რომ ეს თუ ჩემ აზრებს კითხულობს აი მაშინ მე არ ვიცი რა უნდა ვქნა, მაგრამ არაკაცო ესე არ იქნება ახლა ვფიქრობ ახლა კი, მაგრამ როგორ ახლა მე რასაც ვფიქრობ პატრიარქს ესმის, არა ესე არ იქნება ვფიქრობ და დავხარე თავი და კვლავ მაინც მიძლიერდება იმ ადამიანის მიერ ის განკითხვის მომენტები. შევხედავ აშკარად. თან ესეთ ადგილას ვქავარ, თან არ იყო სავსე იმ დროს სიონი. აი სახელდობრ ჩემსკენ იხედება ძალიან ნაწყენი. უფრო ნაწყენი ვიდრე გაბრაზებული. ხედა თვალებს ვეღარ ვუსწორებ უკვე. ვეღარ ვუსწორებ უკვე თვალებს და თან ისიც მე ვფიქრობ ახლა რომ რატომ ვიბრაზდება კაცო, მე ხო მართალი ვარ. მე ხო მართლა ისეთი, იმიტომ ვამბობ ასეთ რაღაცებს ფიქრებში, რომ არ მომწონს ეს აქციელი. ну ასე როგორც იქნა დამთავრდა ეს არ აქვია და ვეღარც კი მივედე მასთან ახლოს მისვლა წამოვედი და მე ბიჭებს რო ვკითხე რომ ვინ იყო მეთქი ის მღვდელი, იმიტომ რომ ჩართული იყო ეს ხმამაღლა ყველას ესმოდა ტერიტორიაზე ეს სახარების კითხვა. ასე რომ ტიროდა მეთქი, ხوارიცით მეთქი ვინ იყო და უიო მითხრეს ჩემმა ძმებმა რომ იციო ის ადამიანიო არის მოურჩენელი სცენით ავადებულიო და პატრიარქმა ამ დღეებშიო ჩააცვაო რაღაც სიწმინდეს უცად არ მახსოვს ეს სიწმინდე იყო დაკავშირებული ღვთისმშობლის ხატთან თუ ღვთისმშობელთან უცად არ მახსოვს და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ის კაცი და აი ეს მახსოვს მთელი ცხოვრება მართლა და ვთხოვ ღმერთს და თვითონ იმ ადამიანს და მის სულს რომ მომიტევოს მისმა სულმა და მისმა სახელმა ჩემი ასეთი რა დავარქვა ამას ხო არასერიოზულობა იმიტომ რომ არ იცნობ ადამიანს არ იცი რა მდგომარეობაშია და უკვე გადადიხარ მის განკითხვაზე რომ ცოდნა რა თქმა უნდა არ გავაკეთებდი მაგრამ სწორედ ეს არის საქმე რომ არ იცი ადამიანმა და იქამდე ასე თქვათ რაღაცა იქმნის დავეტილება სხვა ადამიანზე უარყოფით და არ იცი რა ჭირშია ამ დროს ადამიანი და რა ცეცხლს განიცდის აწარმოიგდით მდგომარეობა ადამიანისა რომელიც რამდენიმე დღეში მოკვდება აი ხა წარმოგიდგენთ ეს ადამიანი თანასასწორებელია მართლა როგორი ცრემლით ილოცებდა ხო თუმცა იმ ცრემლებში არაფერი არ იყო არც პათეტიკა არც არაფერი იქნებოდა სრული გულიდან წამოსული ცრემლები ხო
და ამ დროს გახარ ადამიანი და შენ მას განიკითხავ ხო და ამ დროს აი პატრიარქი მართლა ასე გიყურებს ახლა მე ვინც მიცნობს ჩემგან ძალიან შორს არის ეს რაღაცა სასწაულები და ასეთი მსგავსი ფიქრები ზედმეტი მინდობა ამ ცრუ სასწაულებზე განსაკუთრებით მე ვამბობ იმას აი რაღაც ნამდვილად განვიცადე ეს იყო საოცარი რამე იყო პირდაპირ მე მიყურებოდა და აი ძალიან ეთეთი გულნატყენი და ნაწყენი თითქოს თვალებით მეუბნებოდა რომ აი რასაკეთებ ეს არ არის სწორი და ეს მე ყოველთვის მახსოვს მე როდესაც ჩემს შვილებთან ვარ ჩემს მოსწავლეებთან ვარ რომ ბავშვებს ვეუბნები რომ ბავშვები აი ეს ძალიან დიდი საცდურია შეიძლება გეგონოს ადამიანი ცუდი და სანამ არ გაიძრობ იმ ადამიანს ხო ნუ გაწირავს და იმაზე ნუ შეიქნეთ რაღაცა ცუდ წარმოდგენას თუ ცხოვრება ძალიან ხშირად ხდება ეს ადამიანს ნახავ გაიცნობ და თუ სხვანაირი ყოფილა და აბსოლუტურად სხვანაირი გონია ყველა ადამიანი ეს ადამიანებს ახასიათებს საერთოდ და მე ჩვენ ვექცებით მე ამ ადამიანების გავლენაში ერთხელ მოსავს ასეთ რაღაცა თქვა რომ ვიცი ადამიანებს ძალიან აწუხებთ როდესაც ლანძღავენ და ადამიანს უნდა რომ უპასუხოს ლანძღველს პასუხი გასცეს აბა როგორ ახლა მე პასუხი არ უნდა გავცე მით უმეტეს როდესაც უსამართლოდ ლანძღავენ აი ამ დროს უნდა დადუმდე და დაელოდო უფალს ხო უფალი ხო ამბობს მე მიუგო სიტყვი თქვენ წილ ხო და უფალი ძილსაშინა ნუ გგონიესო უფალი ხო ყველაფერს აკონტროლებს ხომ ერთადერთი ჩვენს რაც გვევალება ამ დროს ასე უპასუხოთ თქვა ჩვენს მოძულეებს და მაჭირებლებს რომ დავდუმდეთ და პატრიარქის სიტყვებია სხვათაშორის რომ ის რაზეც უხდა იცით რომ ქართველს შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ღმერთთან და ყველაზე სულ ადგილას მოხვდეს ჯოჯოხეთშიო ეს მარტო ქართველს შეუძლიაო ის ხედავდა ამ ჩვენს თვისებას ხედავდა რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველაზე კარგი მაგრამ ამავე დროს ყველაზე ცუდი შეგვიძლია ვიყოთ და ვართ კიდეც ამას ხედავდა და ამას რო ხედავდა საკუთარ თავში იმიტომ თქვა შემდეგ პატრიარქმა რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ აზარი რომელიც იქნება ქართველი კაცის ავტოპორტრეტი მაგრამ საკითხავია კი გითხრა პატრიარქმა ჩვენ რომ მე მინდა რომ სამება იყოს ავტოპორტრეტი ქართველი კაცისა შეიძლება თქვა კიდეც არის ავტოპორტრეტიო მაგრამ ეს როგორი თქმა იყო იცით აი როგორც ეკლესიაში არის ნახეთ აი თქვათ ადამიანს რომ ქვია თუნდაც პატრიარქს რომ ეწოდებოდა უწმიდესი და უნეტარესი ეს იმას კი ანიშნავს რომ ის თვითონ რეალურად უწმიდესი და უნეტარესი ეს არის მისი წოდება რომლის წოდებისკენ უნდა მიისწრებოდეს მთელი ცხოვრება ხო ხდებით და როცა პატრიარქმა თქვა რომ ჩვენი ავტოპორტრეტია სამება ამით გითხრა რომ თქვენ უნდა მიისწრებოდეთ იმისკენ სიწმინდისკენ მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ეს შევძელით ეს უკვე საკითხავია ამას ისტორია განჯის და არ მგონია რაღაცა რომ ქართველ ერს მოერხერხებინოს ეს რომ ეს სულიერი ავტოპორტრეტი რომ არის ჩვენთვის ეს სამება აი ჩვენ ეს ბოლომდე გავესიგლე განებინოს და საკუთარ გულში ჩაგვეხედოს საკუთარ ცოდვებში ჩაგვეხედოს და გამოსწორებულიყავით ეს უნდოდა რა თქმა უნდა უწმინდეს მე მახსოვს მაგალითად როდესაც იქ ვიყავით საავადმყოფოში როდესაც პატრიარქი გადაიყვანეს აი ჩვენ გვგრძნობდით მის ძალას მერეც როცა გარდაიცვალა გვგრძნობთ მის ძალას როცა ამას გრძნობ ამას ასე ვთქვათ გრძნობა ისეთი რაღაცაა გრძნობა უკვე გამოცდილებაა ხომ შეიძლება ვერ აღწერო ვთქვათ ემპირიულად რას გრძნობ მაგრამ გრძნობ ამას სხვაც უნდა გრძნობდეს რომ გაგიგოს შენ ხომ ანუ ეს არის როგორი დამოკიდებულება იცით რომ აი თუ ჩვენ ხარ რომ აი საოცარი მიზიდულობის ძალა აქვს პატრიარქს გარდაცვალების შემდეგაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისაც უამრავი ადამიანი ამბობს ამას ეს მიზიდულობა მჟღავდება რაშიცი გინდება რომ პატრიარქის წინაშე ილოცო და რაღაცა თხოვრო დავეხმარეო ეს გინდება რაღაცა შენდაუნებურად არც წმინდანია ვიცით და არც ერაცხული არც კანონიზებულია მაგრამ გინდება რაღაცა შინაგანად გინდება რომ მიხვიდე პატრიარქთან და იტირო მიხვიდე და მოუყვე რაღაცა შენი ამბავი მიხვიდეთ იმისა რომ კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიყავი მე რაღაცა ძალიან ახლოს პატრიარქთან და ნავრობამას რომ მქონდა ამის შესაძლებლობები მაგრამ არ გავაკეთე თუ ვერ გავაკეთე აი რატომ მინდება მაშინ ხო მე ხო ამ დროს კურწფელი ვარ მე ხო ამას არ ვიტყუები ხო ეს ნამდვილი გამოცდილებაა ჩემი ასეთ რაღაცა გინდება მასთან მიხვიდე ელაპარაკო ესაუბრო ხო იმიტომ რომ როგორც ჩანს ადამიანის სულმა იცის ვინ არის ნამდვილად შენი და ვისაც ამ ქვეყნად უყვარდი რა თქმა უნდა სიყვარული არ მთავრდება როგორც პავლე მოციქული ამბობს სიყვარული არასადა დავარდების და ეს ჯაჭვი არასოდეს გაწყდება პირიქით უფრო გაძლიერდება უფრო დავახლოვდებით და აი მე იმის იმედი მაქვს რომ რაც ქვეყანაზე ვერ მოახერხე
ეს სულიერ სიახლოვე შემდეგ უფრო გაძლიერდება თუ შენი მშობლის მიმართ განიცდის სიყვარულს გარდაცვალების მერე და მიჯაჭვულობას და შენი ხორციელი ნათესაობის მიმართ. აი როცა ადამიანი შენზე 59 წლის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს ავადრებდა შენს სულს და იყო შენი სულიერი მშობელი, შენი მაკურთხებელი და გიყვარს ეს ადამიანი და განიცდი, რატომ არ უნდა იყოს ეს რეალობა. ეს არის აბსოლუტური რეალობა და მე არ მეშინია ამის თქმა. აი ეს არის სინამდვილე, ამაში არაფერი არ ვლევია სიყალბე. პირიქით, ამას რო განვიცდი ხანდახან, ამ იჯაჭვულობას და ამ სითბოს, რომელსაც უზნობ, მისდამი, ეს პასუხისმგებლობაც არის, ეს გაზრდილი პასუხისმგებლობაც არის. განამარტო სითბოს განვიცდი, შისაც განვიცდი, იმიტომ რომ ეს ისეთი მოსაფერებელი სითბოა, კი ვგრძნობ, მადლიერი ვარ ამისი, მაგრამ მეშინია რომ არ დავკარგო და ხელიდან არ გამისყდეს. ეს რაღაცა ორმაგი დამოკიდებულება მაქვს პატრიარქისადმი. მე ყველაზე მეტად ის გამიგვირდა რომ არა მარტო ჩვენ, არამედ თურმე მისდამი რამხელა სიყვარული ქონია მომავალ თაობას და როგორ მოხდა ის რომ პატარა ბავშვები ტიროდნენ, როცა პატრიარქი გარდაიცვალა. ეგ ძალიან ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ეს სიყვარული როგორ გადაწოდა თქვათ იმათაც, ვისაც აი თითქმის არ ქონია ხომასთან შეხება. მაგრამ შეიძლება ითამაშოს პატრიარქის სიყვარული, მაგრამ პატარა ბავშვი ამას ვერ ითამაშებს. პატარა ბავშვი რომ ვერ იზამს სიყალბეს, აი სწორედ ეს არის ყველაზე მეტად გამაოგნებელი დღეს, რომ ისინი ყალბები არ არიან, როცა ტიროდნენ ხომ და იძახოდნენ რომ უწმინდესი გარდაიცვალა, მაგრამ მე მიკითხავს შორისას ასეთი ბავშვებისათვის, ეთი რას მეტყვიან მეთქი რომ აი რა გატირებს რომ ვერ მოგნებოდი, რატომ ტირი? იცნობდი შენ პატრიარქს, არა მე არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი. ისეთი სერიოზული თვალებით გეუბნებიან ამას რომ მე ეს ვიცი, რომ ის იყო ძალიან დიდი მამა და მას საქართველო უყვარდა, ეს იყო ჩვენი მამა და ის გარდაიცვალა. მე ვიცი, ამას ისე ჭირის უფალივით ამბობდნენ, რომ აი საკუთარ თავს კი არ დასტიროდეთ, საქართველოს დასტიროდეთ თითქოს აი რომელსაც ასეთი მადლი მოაკლდა და არ ვიცი ახლა მე რა თქმა უნდა ბავშვი ფსიქოლოგიაში ახლა ზედმეწერით ვერ გვევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აი ეს სინამდვილე ხომ და არა სიყალბე, რა თქმა უნდა, რომელიც მე რა თქმა უნდა, არა მარტო ბავშვების, თუნდაც აი სტუდენტების, ახალგაზრდა სტუდენტების თვალებში ამოვიკითხე, ეს ნიშნავს იმას, რომ აი რაც პატრიარქმა ვერ გააკეთა სიცოცხლეში და ვერ მოასწრო ხომ მისი გაკეთება სიკვდილის მერეც ახერხებს. საქმე მან გამოგაჩინო შენ რომ წერია ნიშნავს იმას რომ ამდენი ხალხი მოვიდა იმის გამო რომ ხალხმა იგრძნო პატრიარქის კურწმელი სიყვარული. ჩვენ ამბობენ რომ კახეთშიც როდესაც ერეკლეები გარდაიცვალა უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან. და სხვადასხვა ერთ ადამიანს მოусმინე და ძალიან მომეწონა მისი გამონათქვამი. ერეკლეებისთან იმიტომ მიდიოდნენ ადამიანები, რომ ტიროდნენ რომ მეფეო შენ რომ მოგვდის სამართალის ადღავიფობოთ. ანუ ეს ხო კაცი რომელიც მიდიოდნენ ადამიანები მასას სამართალს მოულობდნენ. ძალიან დიდი პიროვნება იყო და პატრიარქს იმიტომ ტიროდა ქართველიერიო, რომ აი სადღავიფობოთ ადამიანები, რომელსაც შენსავით ვეყარებით. ხო? აი ეს სიყვარული მე მგონი აი მთელი ისტორიას გადაწყვეტება. სიყვარული რომელთაც პატრიარქს ჩვენ ვყვარდით, თითოეული ჩვენთაგანი და რომლითაც თითოეული ჩვენთაგანს ქართველი ერი უყვარდა, თითოეული ჩვენთაგანს პატრიარქი უყვარდა, ხომ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არც ვახმერთებთ პატრიარქს და იმასაც არ ვამბობთ, რომ ეს უცოდველი ადამიანია და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვამბობთ იმასაც, რაც გვგრძნობთ და თითოეული ადამიანი გრძნობს ამ სიყვარულს და ამას თუ ვერ დაიმსახურე, ამას ისე ვერ გააკეთებ. წარმოუდგენელია ასეთ რაღაცა. ეს სიყვარული უნდა დაიმსახურო, უნდა შეძლო. როგორც მას უთქვამს ხშირად, ბეწვის ხიძე იარა და მისი ჯვარი ძალიან მძიმე იყო. და მართლაც მისი პატრიარქობის პერიოდში ძალიან ქაოს ეს პერიოდი იმას, რაც ისრაელის ცხოვრებაში ხდებოდა. ჯერ არ გასულა 40 წელი და ახლობით ნელა უახლოვდები ჩვენ ამ 40 წლიან პერიოდს, როცა მოსე ატარებდა როგორც მოსე ხალხს ეგვიპტეში. დაახლოებით ისეთი ჯურისდარება მოუწია პატრიარქს, ხომ? რა მნიშვნელობა აქვს ისრაელი იყო და ჩვენთან საქართველოა. იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელიც არის ბიბლიური ტრადიციის გამგზელებელი. და თუნდაც ის რომ საქართველოში არის მცხეთაში დაბლული ქრისტეს კვართი და ელიას წინასწარმეტყველის ხალენი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სულიერად აერთიანებს ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას. და როდესაც უფალი ინებებს ასეთი ქვეყნის
საპატრიარქო ტახტზე პიროვნების ასე თქვა აღსაბდრებას ხომ ის ახლა გამორჩეული ადამიანები რომ უნდა იყოს სულ მცირე, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს ხომ. ამიტომაც ახლა რა თქმა უნდა ხშირად ამბობენ იმას რომ ეკლესია ძალიან ცოტა იყო საქართველოში, გააძლიერა მან ეკლესიები ააგო, სასულიერო აკადემიები, რა თქმა უნდა ფეხზე წამოდგა ხალხი, რწმენა მისცა მათ, სხვაც რომ არა იყოს რა, ეს ყველაფერი მოგეხსენებათ არ არის ესეთი ადვილი. ჩვენ ხა ადვილად წარმოგიდგენია და როდესაც მართლა სუდარე გადაფარებულ ქვეყანაში მოდიხარ, სადაც რამდენიმე ეპისკოპოსია. ამ დროს შენ ქვეყანაში ძლავრობს კომუნიზმი, ჯერ კიდევ ამ დროს რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყო დაჯილდოვებული, რომ შეძლო ამდენი რამის გაკეთება. ამას დიპლომატიის ნიჭით უნდა, ამას არ ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ის როგორ გითხრათ, აი ხისტი დამოკიდებულებით ყველასადმი, რომ მე ვიცი მარტო ჭეშმარიტება და შენ კომუნისტი ხარ და არაფერი არ იცი და ასე ვერ გააკეთებ, ხო? უნდა გქონდეს მიმღებობა ყველა ადამიანის სადმი, გაითვალისწინო მისი შეცდომები, მაგრამ ადამიანებს ხელი არ კრა, თუნდაც მისი წარსულისადმი. ხო? და ეს ადამიანი გამოიყენო, თუნდაც იმაში რომ კეთილი საქმე გააკეთებინო. აი ამის მაგალითი იყო თვითონ პატრიარქი. აი ყველა შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პატრიარქი სამომავლოდ ისტორიაში შევა, როგორც პიროვნება, რომელიც ადამიანებს ხელს კი არ კრავდა. აი მისი თუნდაც წარსულის გამო, თუნდაც მისი კომუნისტური წარსულის გამო, უღმრთოების გამო, არამედ ყველას იღებდა და ყველას ეძლევდა შანსს, რომ გამოსწორებულიყო და გადარჩენილიყო. ეს ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ამ კუთხით რომ დაინახავს ისტორია პატრიარქის ფიგურას, ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა რომ აი ყველა ქართველის გულში ხმიანებდეს პატრიარქის სიტყვები. ღმერთი, სამშობლო ადამიანი, ეს უნდა იყოს ჩარჩენილი ყველა ადამიანის გულში. და თუნდაც ქართველნო ერთად ღვთისაგენ, ეს მისი სიტყვებია. და რაც ყველაზე მთავარია, გოლგოთა განვლილია და წინ გველის აღდგომა და ამაღლება. გემშვიდობებით, ღმერთს ებარებოდეთ.